საღამო მშვიდობისა ძვირფასო მეგობრებო, ხვალ როგორც მოგეხსენებათ, ქართველთა დიდი გაერთიანებას გვაქვს აქცია მეტრო რუსთაველთან, საღამოს 6 საათზე, შოთა რუსთაველის ძეგლთან და მინდა ქართველთა დიდი გაერთიანების სახელით ბოლო მოწოდება გავაკეთო. ძალიან ბევრი წეს და გვეუბნება, ესა თუ ის პიროვნება ზოგი პირადში თუ მოიწვიეთ, ესა თუ ის პოლიტიკური ძალა თუ მოიწვიეთ და ასე შემდეგ. მოკლედ მინდა განვაცხადო, რომ ჩვენ ინდივიდუალურად ესე ვერავის ვერ მოუწოდებთ, რთულია ძალიან ვიღაცა გამოგრჩება. მინდა ზოგადად თქვა, რომ ქართველთა დიდი გაერთიანება ეს არ არის პოლიტიკური პარტია და ეს არ არის ერთი ვინმე პიროვნების ან თუნდაც ჩვენი დამფუძნებლების საკუთრება, ეს ეკუთვნის მთლიანად ქართველ ერს და აქ ყველა საღი ადამიანის აზრი განიხილება ყოველთვის და ასეც იქნება მომავალშიც. ჩვენი მთავარი მიზანი ხვალინდელი აქციისა, რომელიც ხელისუფლებამ დაბლოკა და არ მიიღო და სანქცია არ მოგცა, მაგრამ ამაზე სანქცია არ გჭირდება, რომ ძეგლთან იქ შოთა რუსთაველის ძეგლთან გავაკეთოთ ეს აქცია, თუმცა გადაადგილებისთვის შეგზღუდეს, ჩვენ გვინდოდა დაგეგმილი ქონდა კანცელარიისკენ და ვიცი რომ ეს რომ გავაკეთოთ ძალიან ბევრს დაგვისანქცირებენ, ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ რომ საკმარისი იქნება იქიდანაც გავაგონოთ ხმა და არ ვიცეთ საშუალება რომ ხალხი დაგვიზარალონ. აბსოლუტურად ქუძე კაც ვეძახით ხვალ ჩვენ რუსთაველზე. მე მოკლედ კიდევ ერთხელ ვიდრე მოუწოდებდე ყველას და ვის ვიწვევთ და რატო ვიწვევთ, მოკლედ ვიტყვი რომ უმძიმესი მდგომარეობაა პატრიცემულო მეგობრებო, ქვეყანა დგას ყოფნა არ ყოფნის საფრთხის წინაშე. 34 წელია მიდის ქართველი ერის გენოციდი. 34 წელი და ჩემი ასაკის ხალხს ძალიან კარგად ახსოვს თუ როგორ გაიარა ამ წლებმა რა მოხდა. საბჭოთა მემკვიდრეობიდან ჩვენ გვერგო ძალიან დიდი სიმდიდრეები, ათასობით ქარხნები და ფაბრიკები, რომლებიც აი ამ რეჟიმმა, ეს ის რეჟიმია, მე რომელ რეჟიმზეც ვლაპარაკობ გვხვდებით, რომელმაც დაამხო კონსტიტუციური სახელმწიფო 34 წლის წინ და სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა საქართველოს რესპუბლიკის პირველ პრეზიდენტს ბატონ ზვიად გამსახურდიას, რომელმაც თავი დადო სამშობლოს დამოუკიდებლობისთვის. და აი მას შემდეგ უკვე გარედან დასმული ეს მთავრობები, რომელთა მიზანია საქართველოს ქართველების გარეშე, აი ეს მიზანმიმართულად კეთდება ყველაფერი, დიახ, საბჭოთა მემკვიდრეობიდან რაც ერგო ქვეყანას, რაც გადმოვიდა ეს ამდენი ათასობით უზარმაზარი გიგანტური ფაბრიკა, ქარხნები, ყველაფერი მიწასთან გაასწორეს, დაშალეს, ჯართად აქციეს და შემდეგ გაყიდეს ჯართად. ხალხს თუ რამე ქონდა სიმდიდრე და დანაზოგები, ყველაფერი მოპარეს და გაქურდეს. გააკულაკეს ასე თქვა და მას შემდეგ 92 წლიდან დაიწყო აი ეს ბნელეთი და მას შემდეგ მუდმივად ქართველი ხალხი იძულებით ტოვებს საქართველოს. დაახლოებით 2 მილიონზე მეტია აქედან გასული უკვე ამ პატარა ქვეყნიდან ემიგრაციაში, რომლებიც ვეღარ ბრუნდებიან ქვეყანაში იმის შიშით, რომ ამ ქვეყანაში არაფერი არ კეთდება. ესე იგი, მთლიანად მოსპეს არა მხოლოდ ის, რაც იყო, აბსოლუტურად ყველაფერი მოშალეს, ესე იგი, მრეწველობა გაანადგურეს, ეკონომიკა მთლიანად მოიშალა, ეროვნული წარმოებას პრობენ ისე რომ ჩანასახში ვეკლავენ, რომ რაღაცა აღორძინდეს ქვეყანაში.
სოფლის მეურნეობა გაანადგურეს მთლიანად და აი ამ პატარა ქვეყანაში სულ 3700 სოფელია დაახლოებით 1000 სოფელი მკვდარია აბსოლუტურად სულიერი რომ არ არის იქ აღარაფერი აი აღარ ცხოვრობენ აღარ ფრინველი ადამიანებზე არ არის ლაპარაკი და იცლება თქვენ ხედავთ ყველა ძალიან კარგად რომ იცლება არა მხოლოდ სოფლები არამედ რაიონები ქალაქები უმძიმესი სიტუაციაა მეგობრებო ეს არის ქართველი ერის გენოციდი რომელსაც ახორციელებს აი ეს დამნაშავე რეჟიმი რომელიც სათავეს იღებს შევარდნაძიდან შემდეგ სააკაშვილი ახლა ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება ეს არის გარედან დასმული მთავრობები გაყალბებული საარჩევნო სისტემით და ხელისუფლებაში გვისვავენ იმ ხალხს ვისაც ქართველებს ყველა ძალიან ძულს ესე იგი ქვეყანაში აღარ დატოვეს არაფერი ერთადერთი აქ ყვავის მხოლოდ და მხოლოდ საბანკო ეს მევახშეობა ერთადერთი ბიზნესი ეს არის მევახშეობა და ბანკები რომლებიც ძარცვავენ ქართველ ხალხს და აზარტული თამაშები ნარკომანია არის უმაღლეს დონეზე იღუპება ბავშვები ახალგაზრდები ამას წინათ ერთ-ერთი ახლობელს შვილიშვილის გარდაეცვალა ძალიან წუხوار იზიარებ მის ამ უმძიმეს მდგომარეობას და კარგავთ საუკეთესო ახალგაზრდობას იმის გამო რომ შემოაქვთ ბიო და 1000 ჯანდაბა და ხელისუფლება ამას ვერ ხედავს ძალიან კარგად ხედავს ანადგურებენ მთლიანად ქართველებს აბსოლუტურად მეგობრებო არის ყველა კუთხით ღალატი ყიდიან საქართველოს მე ამაზე ბევრჯერ მისაუბრია ყიდიან ქართულ მიწებს და მე მინდა ახლა მოუწოდო ხვალ საღამოს 18 საათზე ყველას პირველ რიგში მინდა მოუწოდო საქართველოს საპატრიარქოს სასულიერო პირებს მოვიდნენ აქციაზე აქ ლაპარაკია იმაზე რომ ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყნის მიწებს ყიდიან და პირველ რიგში სასულიერო პირებია ვალდებულები რომ მოვიდნენ და დადგნენ იქ სადაც ქართველებს უჭირს ქართველ მრევლს უჭირს ქართველ მართლმადიდებლებს უჭირს მე ცალკე ეპარქიებსაც ვთხოვდა ყველას მოუწოდებთ რომ დადგნენ ქართველი ხალხის გვერდით ხვალ მოუწოდებ საზოგადო მოღვაწეებს მოუწოდებ მეცნიერებს პროფესორებს პედაგოგებს მოუწოდებ სტუდენტებს აბსოლუტური დიქტატურაზე რომ გადადის უკვე ხელისუფლება ხედავთ თქვენ რომ ცოტა ხანში სოციალურ ქსელში იმასაც ვეღარ დაწერთ რისი უფლებაც დღეს გაქვთ მოუწოდებ მე ყველა ტელევიზიას მოვიდნენ და გააშუქონ ეს მნიშვნელოვანი აქცია არ არის აუცილებელი ახლა ცალ-ცალკე მეილზე და იმეილზე უწეროთ ყველას ძალიან კარგად გესმით რომ იცით რომ ხვალ აქცია მობზანდით ყველას დიდი პატივისცემით გიწევთ ვიწევთ აბსოლუტურად ყველას სისტემისგან დაზარალებულებს ვიწევთ ომის ვეტერნებს ყველა პროფესიის წარმომადგენლებს მე მინდა განსაკუთრებით კიდე მოუწოდო საქართველოში მაცხოვრებელი იმ ეთნიკურ არაქართველებს რომლებიც საუკუნეებია ცხოვრობენ საქართველოში და არის ჩვენი ნაწილი ის ხალხი და რომლებიც თვლიან რომ ერთადერთი სამშობლო მათი არის საქართველო ისინი იგივე ჩვენთან თანაბარი უფლებებით სარგებლობენ და ქართველთა დიდი გაერთიანება მათთვის არის იგივე მათია ასევე და ჩვენ ორივე ხელით ხელგაშლით მათაც ვიწევთ ჩვენს გვერდით ჩვენი ძმები არიან
ჩვენთან ერთად ცხოვრობენ, მე ყველას მიმართავ როგორც ეთნიკურ აზერბაიჯანელებს, რომელთაც მამაპაპებს საფლავები აქ არის, როგორც ეთნიკურ სომხებს, ეთნიკურ ოსებს, ეთნიკურ რუსებს, ყველას აბსოლუტურად, ვინც ძირძველი მოსახლეობაა და საქართველოს საუკუნეები ცხოვრობენ, დღეს საქართველოს უჭირს და უნდა დადგეს ეს ხალხიც ქართველი ხალხის გვერდით. ქართველი ხალხი თუ წელში გამართული იქნება, ეს ხალხიც ღირსეულად იცხოვრებენ ამ ქვეყანაში. ხვალე მეგობრებო, არავინ შეშინდეს თუ ცოტა გაწვიმდება, ბოლოს და ბოლოს ძალიან სასიამოვნოა მაისის წვიმა. მაინც ყოველ შემთხვევაში კოლგები წამოიღეთ, მაგრამ ჩვენ უნდა ვაჩვენოთ ზუსტად ხვალ ხელისუფლებასაც და სოფლიოსაც, რომ ჩვენ ქართველი ხალხი ვდგევართ იქ, სადაც უნდა ვიდგეთ, სადაც უნდა იყოს იდენტური ქართველი ერი, რომ ჩვენ დავიცავთ ჩვენ სამშობლოს და დავიცავთ ღირსეულად. ჩვენ ვითხოვთ ღირსეულ მომავალს. უნდა შეწყდეს ამ ქვეყანაში გენოციდი ქართველი ერისა, რომელსაც ჩვენ წინააღმდეგებით და ხვალიდან დაიწყება ის სტარტი, რომელზეც ჩვენ გვისაუბრია და ეს უნდა იყოს ისეთი დიდი სტარტი, რომ დომინოს პრინციპით მოედოს თელ საქართველოს, ყველა უბანს, ყველა სოფელს, ყველა სადარბაზოს. დროებით უნდა გამოვაცხადოთ მორატორიუმი, ვინც ღირსეული ხალხია, ეს პარტიები იქნება თუ პატარ-პატარა რაც იქნება, დროებით უნდა გადადოს ყველა პარტიული საქმიანობა და ყველა უნდა დავდგეთ ერთად სამშობლოს გადარჩენისთვის. შემდეგში ჩვენ აი ამ ყველაფერს თუ რას ვაპირებთ, როგორ ვაპირებთ, ამას განვაცხადებთ უკვე, გეგმას დავდებთ და ძალიან მალე დაჩქარებული წესით საქართველო უნდა გავიდეს დიდ ეროვნულ გამარჯვებას. ეს გენოციდი და ეს დამნაშავე რეჟიმის არსებობა უნდა დასრულდეს ამ ქვეყანაში და ამის დასაწყისი იქნება ხვალინდელი დღე 24 მაისი 18 საათი მეტრო რუსთაველი, შოთა რუსთაველის ძეგლიდან ჩვენ ვიწყებთ ახალ ნათელ მომავლისთვის ბრძოლას. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი, ქუძზე კაცი მინდა ნამდვილად რომ გამოვიდეს, რომ ჩვენ ბრძოლას შედეგი მოყვეს მეგობრებო და არ დაიზაროთ სამშობლოსთვის 2-3 საათით გამოსვლა. ჩვენ აუცილებლად თუ ბევრი ხალხი ვიქნებით, უნდა გავიდეთ შედეგზე. შედეგის გარეშე არც ერთ აქციას არ აქვს მომავალი. ჩვენ უნდა შევთანხმდეთ ხვალ, ჩვენ უნდა დავდოთ ჩვენი პროგრამა ხვალ მომავალი გამარჯვებისა და მთელ საქართველოს გავაგებინოთ ეს. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი აი ამ მამულშვილურ საქმეში და იმედია ამას ყველა ქართველი გულთან მიიტანს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, სტუდენტებს, ახალგაზრდობას ყველას თხოვ, ხვალე მობრძანდეთ, მომავალი თქვენია, ჩვენ თქვენთვის ვიბრძვით, რომ თქვენ გქონდეთ ნათელი მომავალი. მადლობთ ყურადღებისთვის, გელოდებით ხვალ ყველას, არ შეგაშინოთ ცუდ მამინდმა, ყველა უნდა დავდგეთ სამშობლოსათვის. წვიმამ თუ შეგვაშინა, ახლა ასე ჩვენი წინაპრები არ იქცეოდნენ. დიდ გორზე ხალხი სასიკვდილოდ გავიდა 10 ჯერ დიდ მტერს ეკვეთა და ჩვენ თუ მაისის წვიმის შეგვეშინდა, მაშინ ღირსიც არ ყოფილვართ ჩვენი საქართველოსი. იმედია ჩვენ ამას არ დაუშვებთ და ხვალე დიდძალი ხალხი გამოვალთ აი ამ აქციას. ღმერთი იყოს ჩვენი საქართველოს მფარველი. მადლობთ ყურადღებისთვის.